იცი თუ არა ვინ არიან ეს სტუდენტები? პირველი სახელი მილოშ პავლოვიჩია, სერბეთის სამთავრობო სტუდენტური ჯგუფის ლიდერი, რომელსაც 4 ივნისს ოპოზიციურად განწყობილ სტუდენტებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა. მეორე სტუდენტის სახელი პეტარ ჟივკოვიჩია, ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტი, რომელსაც ასევე 4 ივნისს კაფეტერიიდან გამოსვლის შემდეგ სრულიად უცხო 5 პირი სასტიკად გაუსწორდა. განსხვავება ამ ორ кейსს შორის არის ის, რომ პავლოვიჩის შემთხვევაში პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ფაშიზმი სერბეთში არასდროს დაიშვება და ამის გამო ძალიან მალევე სერბეთის პოლიციამ 18 ადამიანი დააკავა. ხოლო პეტარ ჟივკოვიჩის შემთხვევაში დაკავებულები ძალიან მალე უკვე გათავისუფლებულები იყვნენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სერბეთისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებები ყურადღებას ამახვილებენ ორმაგი სტანდარტის არ არსებობაზე, ხოლო მათი მთავრობები ამ კრიტიკას ფაშიზმს უწოდებენ. ყველაზე საინტერესო კი არის ის, რომ ეს ორი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, სერბეთი და საქართველო, უნგრეთის უახლოესი პარტნიორები არიან და მსგავსი შეტევები პროტესტანტებზე და სასამართლოს გამოყენება აქტიურდება ორბანთან შეხვედრებისა და მასთან კონსულტაციების შემდეგ. ნუახვებით ყუილს, გახსოვდეს, რომ ნამდვილი უცხო ძალა შენ სახელმწიფოს შიგნიდან ჭამს.